ამერიკის ჰელსინკის კომისიას ახალი თავმჯდომარე ყავს. რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა ამ პოსტზე რესპუბლიკელი ჯო ვილსონი შეცვალა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარედ დარჩა. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორი ვიკერი თავმჯდომარეობას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში იკავებს. სენატში სიტყვით გამოსვლისას ვიკერმა თქვა, რომ ამ ისტორიულ მომენტში ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა აქვს რეგიონული სტაბილურობა წაახალისოს და გააძლიეროს საერთაშორისო წესრიგი. ვიკერმა არც საქართველოს დაივიწყა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა რუსეთისკენ მიხავს. ჩემთვის პატივია ვიყო დასახელებული ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ. ევროპის უსაფრთხოება ყოველთვის კარგი იყო შეერთებული შტატებისთვის. თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია იცავდა ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობდა დემოკრატიის დაწინაურებას და ზრდიდა ეკონომიკურ თანამშრომლობას მსოფლიოს გარშემო. დღევანდელი გამოწვევები არანაკლებ გადაუდებელია. ველი ორივე პალატის ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის ომის სამართლიანად დასრულდეს. ნატოს ალიანსი უფრო მტკიცე იყოს და გქონდეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, რომ გამძლე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ. ათწლეულობის განმავლობაში ძალადობისა და არასტაბილურობის შემდეგ ამასობაში საქართველოს დემოკრატია გზა გასაყარზეა, როცა პარტია ქართული ოცნება ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და დააშოროს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას. უიკერის სიტყვას აფასებენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, რუსეთი კვლავ რჩება მსოფლიო უსაფრთხოების პრობლემად და ამ კონტექსტში საქართველოს მოხსენიება ნიშნავს, რომ ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ქვეშ რჩება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქ დაეთმო რუსეთს როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდი მასშტაბის საფრთხეს დასავლეთისთვის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და კონკრეტულად იმას, რომ რუსეთი აწარმოებს ყველაზე დიდ სახმელეთო ომს ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და კავკასიის რეგიონი და კონკრეტულად საქართველოს დემოკრატია დღეს არის მის მიერ ხელდასმული ივანიშვილის რეჟიმის მიერ გზა გასაყარზე და ივანიშვილის რეჟიმი მიათრევს საქართველოს რუსეთისკენ. ეს არის ძალიან ფართო მასშტაბის განცხადება, რომელიც მართლა მოიცავს მსოფლიოს ძირითად საკითხებს და მნიშვნელოვანია, რომ ჰელსინკის კომისიამ ძალიან მნიშვნელოვანი დრო დაუთმო საქართველოს ვითარებას დღეს და ამის განხილვას. ჰელსინკის კომისიის მხრიდან ამ შეშფოთების და გულდაწყვეტის თუ შეიძლება ასე ითქვას, მთავარი საგანი მაინც ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს კოლოსალური ინვესტიციები აქვს ჩადებული საქართველოში, რესურსები, ენერგია, რაც ხმარდებოდა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ინსტიტუციონალურ განვითარებას, უსაფრთხოებას და ამ ყველაფერს წყალშიყრის ქართული ოცნება აბრუნებს საქართველოს ჩრდილოეთის მიმართულებით და თან ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამერიკის ჰელსინკის კომისია, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია დამოუკიდებელი ორპარტიული ფედერალური სააგენტოა, რომელიც კონგრესს ექვემდებარება. ის 1976 წელს შეიქმნა და მისი მოქმედების სფეროა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და არჩევნები, უსაფრთხოება, რეგიონალური კონფლიქტები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური განვითარება და სხვა საკითხები, რაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას უკავშირდება. ორგანიზაციაში 9 კონგრესმენი და 9 სენატორი შედის როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. სენატორი ვიკერი ჰელსინკის კომისიის წევრი 2009 წლიდან იყო. ის ამჟამად სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე და ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის საკითხთა კომიტეტის წამყვანი წევრიცაა.